მამაო, რაზეა დამოკიდებული ჩვენი სულიერება? თისმაძე საგუშემათია, იმიტომ რომ მარტო ცოდნა აი ღვთისმეტყველებაც ცოდნა არა საკმარისი, შეიძლება და ადამიანმა მაგისი დაამთავროს, სასულიერო აკადემია დაამთავროს, ცოდნა ჰქონდეს, გამარჯვებები წაკითხული ჰქონდეს, წმინდა წერილისა, მაგრამ სულიერება მარტო ცოდნაზე არაა დამოკიდებულია სული წმინდაზე. მაგალითად ცოდნა ჰქონდა იუდა მოციქულს მეთან იყო, მაგრამ ვერ ეშველა. რატო? იმიტომ რომ ფული უყვარდა მეწმედა და ასევე დიდი მნიშვნელობა რა გამოძრავებს. ღმერთის სიყვარული თუ ეგოიზმი და ღმერთი ხედავს ჩვენ გულს, ჩვენ აზრებს და დიდი მნიშვნელობა ადამიანის რა მოძრავებს სიყვარული თუ ეგოიზმი. თუმცა ეგოიზმი არის კედელი ჩვენსა და ღმერთს შორის. და ხშირად მოყავს მარიამ ეგვიპტელის მაგალითი, რომელმაც წერა-კითხვა ეწოდა და გახდა ყველაფერი ცოდნა. ხშირად მოყავს სულიწმინდი თქვია. ასევე მოსიშავის მაგალითი. ესეც ყაჩაღების ადამიანი იყო და სინანულით და ლოცვით და მოღვაწეობით მიღწევს გახდება სულიერ სიწმინდეზე და გახდება ყველაფერი ცოდნა. იმას ქვია სულიწმინდით. და ცოდნა კარგია. თუ ვიცით გამარდება ძველი აღთქმის, ახალი აღთქმის და მთელი შინაარსი რა არის მაინც. წმინდა წერილის ღმერთი შეიყვარო ყველაზე მეტად. ეს თუ არ მოხდება გულში ვერ შემოვა ღმერთი, მაგრამ რომ შეიყვარო ღმერთი ყველაზე მეტად, შენ თავში სანამ არ დამარცხდება თამოყვარეობა, ამბარდავნება, არ დამარცხდება ნებები, მანამდე ადამიანი გადის როგორც ახლა პირველ კლასელი ვერ გახდება მეათე კლასელიანი მაგას დამთავრებული. დრო უნდა იმას, რასაც მიაღწიეს მარიამ ეგვიპტელმა, რასაც მიაღწია მოსიშავმა. და ჩვენ რომ ხადაგებთ აი სუგვი ახლა ჩვენ მოზგრები ვარ და ხან ისე არ ვიცევით როგორც საჯიროა და დაკოლება ხდებით ადამიანების საქმე, რა თქმა უნდა იცოდეთ, ვინც როცვაზე მოდიხართ. თუ მოზგრის ხეშობა დაინახეთ ან რაღაც ესე იგი არასწორი საქციელი, შენ რასაც როცვას ეზრები მიდიხარ ღმერთის სადიდებლად წირწირვაზე რას ვუხსენებ ჩვენა ასხური ჩვარცმას წამებას და რომელიც უნდა ახსოვდეს ყველა ადამიანს, მარტო გახსენდება კი არ ხდება. იხდება საიდუმლოებაში მონაწილეობა, აღსარება, ზიარებით ხდება ღმერთთან ერთობა. და ესაც კარგად ჩვენ ცოდვები და ცოდულები ვართ. განკითხვა იქნება თუ სულსიზვა მასწავლებს ზოგშობა, სხვა ნებები. იმას აღვიდგენთ აღსარება, ზიარებით, დაკარგულ მათს. ხშირად ვადარებ, როგორც სხეულს პირჭირდება დავანმა დილას აღამოს ყოველ დღე. ასევე სული იწმინდება ხშირი აღსარება, ზიარებით და მერე თუ არ მივაწიეთ იმას, რასაც მიაღწია მარიამ ეგვიპტელმა მოსიშავმა, ჩვენ გავდივართ ბრძოლას, აი ჩვენ ქვია მებრძოლი ეკლესია მის სხეულში ვართ. იმიტომ რომ შეიძლება ღმერთთან იყო და განკითხვით დაკარგო. ღმერთთან იყო და მშობის სიტყვაში, ან სიზბაში შევარდე. და ეს საიდან ვიცი, იმიტომ რომ ხედავთ რეალობას, ხედავთ ჭვიდა და ცხოვრებებს, რომ ღვთისმსახურებიც ცოტა ჩავარდილან. მაგრამ ხშირად მოყავს მაგალითი, რომ იქ რო ეზიარებოდნენ, განიკითხავდა ერთი იმ ქალებს, ვინც არასწორად ცხოვრობდნენ. მაგრამ ღმერთი ხედავს შინაგანს. ჩვენ კიდევ ხედავთ იმას, რომ ის წარსულში ქურდი იყო, აი რამდენს ვთქვია, რომ ის მოდელიო, ის ქურდი და ყაჩაღი იყო. ის ქურდი და ყაჩაღი რო იყო, კიდევ მოიყვანეს მოსიშავის მაგალითს. ქურდი და ყაჩაღი იყო და მკვლელიც იყო, მაგრამ ჩვენზე მეც მიაღწია. და იმას ქვია სინანულით.
სინანულით გახდა სულიწმინდი ჭურჭელი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ წარსულს არაფერი მნიშვნელობა არ აღმოჩნდეს, მნიშვნელობა აქვს რას? სინანული და სინანული კიდე რა არის? შეცხვება ადამიანს ცოდვებისა გამო, იმას ქვია სინანული. და როგორც პირი იწმინდება, საბნი დაწყლით რაღაც წუთებით წამები უნდა. ასევე სული წამში იწმინდება სინანულით. როგორც ეს ამის მაგალითი აბაზაკე, ვინც პირველი წავიდა 64-ში. მამა, აი თავარი ერთი რა შეიძლება რომ გამოასწოროს ახლა ჩვენ ვინც გვიყურებს. აი გვიყურებს რა ცოდვა შეიძლება რომ გამოასწოროს რომ და კიდე ბევრს ეშველოს ამით. ყველა ცოდვის მიზეზი არის თამოყარეობა და ღმერთს უნდა ვთხოვოთ სიყვარულის ნიჭი. რატომ ამდენი დაშორება ხშირად მოგვა 10-დან 7 მოსაშინელება დაოჯახებულების. ამ დროს ახლა დაოჯახება ხდება არა მოტაცებით, არამედ თანხმობით. თუ მიხედავთ ამისა, ხდება 10-დან 7 დაშორება სტატისტიკით თურმე. ეს რას ნიშნავს? რომ ჩვენ გვამოძრავებს თამოყარეობა. ჩვენ გვამოძრავებს ამბარდავნება და ეს ნათქვამია სახარებაში, რომ ბოლო ჟამს იქნებიან თამოყარეობები და ამბარდავნებია. და რა უნდა ვითხოვოთ? უნდა ვითხოვოთ თამდაობა, უნდა ვითხოვოთ საკუთარი ცოდვების ხედვა და უნდა ვითხოვოთ მთავარია სიყვარულის ნიჭი. ნათქვამია სახარებაში, რომ მკვდარიც რო აღადგინო და შეინო თვითონ თავს რო გადაადგინდეს, თუ სიყვარული არ აქვს, არაფერი არ ახლა. ამიტომ უნდა ვითხოვოთ დილას-აღამოს სიყვარულის ნიჭი და სიწმინდის.